მოგესალმებით, მეგობრებო, გავაგრძელოთ ჩვენი საუბრები თომას ახალების შესახებ. მე-19 მუხრიდან. მოწაფეებმა უთხრეს იესოს, გვამცნე ჩვენ, როგორი იქნება ჩვენი აღსასრული. იესომ თქვა, მიაგენით კი დასაბამს, რომ დასასრული ეძებოთ? რამე თუ იმ ადგილას, სადაც დასაწყისია, იქ იქნება დასასრულიც. ნეტარია ის, ვინც დასაწყისში იდგება. ის შეიცნობს დასასრულს და ის ვერ შეიგრძნობს სიკვდილს. გალმართება წავიკითხოთ. მოწაფეებმა კითხეს იესოს, მათ უთხრეს მას, გვითხარით ჩვენ, როგორი იქნება ჩვენი დასასრული, როგორ განვასრულებ ჩვენს დღეებს. და უპასუხა იესომ, მან თქვა, აღმოაჩინეთ კი და ხპოვეთ კი თქვენ დასაწყისი, რომ ეძებოთ დასასრული, რამე თუ იქ, სადაც არის დასაწყისი, იქვე იქნება და არის დასასრულიც. ნეტარია ის, ვინც იდგება დასაწყისში, და ამით იგი შეიცნობს დასასრულს და იგი აღარასოდეს აღარ იგემებს სიკვდილს. როგორ იქნება ჩვენი ბოლო, ეკითხებიან მოციქულები იესოს. ეს იმას ნიშნავს, რომ აზროვნება ჯერ ისევ დროში და სივრცეშია და აზროვნებს ამ კატეგორიებით. მაცხოვარი გველაპარაკება ატმყოზე, ჩვენ კი ყოველთვის ვფიქრობთ მომავალზე და წარსულზე. მაცხოვარი გვეუბნება, მე მოგცემთო იმას, რაც არ განგიცდიათო. ღმერთი ყოველთვის აწმყოა, ის გვეუბნება მოგცემთო, ესე იგი ახლა ამჟამად. ასევე გვპირდება მოგვცეს სასუფეველოდ. ჩვენ კი არა გვაქვს იმის იმედი, რომ ჩვენ ამას შევძლებთ, რომ ჩვენ ამის მიმღები ვართ. და საქმე გადაგვაქვს მომავალში. დაიმედებულნი ან კი შეშინებულნი სიკვდილის ჟამით და მთელ იმედებს ვამყარებთ შემდგომ სიკვდილისა. ჩვენი მხრიდან არ გვინდა ძალისხმევა და ვევედრებით ღმერთს, როგორი იქნება ჩვენი ბოლო, იმ იმედით, რომ ღმერთი შეგვიწყალებს. აქ ერთი შეცდომასაც უშვებს მიწიერი გონება, როდესაც ფიქრობს ბოლოზე. მარადისობას არ აქვს დასასრული. დასასრული აქვს სხეულს და ის მიგონიშებს იმაზე, რომ ამდაგვარი გონება სხეულებრივი განპირობებით აზროვნებს. იმიტომ რომ არსებობა მხოლოდ ეხლა წარსული და მომავალი გონების კატეგორიებია. არსებობის ყოველი წამში წარსული აღარ არის და მომავალი ჯერ არ არის. უბრალოდ გონება მიმართულია მოლოდინით მოსალოდნელისაკენ და ეს არის ის მდგომარეობა, რომელიც წყვეტს ყურადღებას აწმყოდან. ჭვრეტის ერთადერთი საშუალება კი არის ყურადღების აწმყოში მოთავსება. მაგრამ მოდით ისე ნუ ვიფიქრებთ, რომ მაცხოვრის მოწაფეები ვერ ფლობდნენ მისი სწავლების არსის ცოდნას. განა მაცხოვართან ურთიერთობის შემძლეს ექნება იმის შფოთი თუ როგორი იქნება მისი სხეულებრივი სიკვდილი? გონებ რომ არა, თუმცა იოანეს სახარების 21-9 მუხლში წერია პეტრეზე, როდესაც მაცხოვარი მიაჩნიებს თუ როგორი სიკვდილით განადიდებდა ღმერთს. ამის მაგალითზე თუ ვიფიქრებთ, რომ მოწაფეებს სულდა წინასწარ გაიგოთ მათი აღსასრული, ეს კარგია, მაგრამ მოუმწიფებელი შეგნების თავგამოდების მაჩვენებლებიც რევოლუციის თანახმად ყველაფერს აქვს დასასრული, თუნდაც მარადისობაში და მარადისობაში შენარჩუნდება მარადიული უცვალებლობაო. მაცხოვარი პასუხობს, აღმოაჩინეთ კი თქვენ დასაწყისი, რომ ეძებთ დასასრულსო? რამე თუ იქ, სადაც არის დასაწყისი, იქვეა დასასრულიცო. ეს არის უმაღლესი ჭეშმარიტება და განცხადება სამყაროს რაობის. სამყარო არ ვითარდება დასაწყისიდან და არ გარდაიქმნება დასასრულამდე. მე ვარ ანი და ხოე, ამბობს ღმერთი, დასაწყისი და ბოლო და ამით იმას გვამცნებს, რომ თუ ღმერთი არსია ყოველივესი, ხოლო ყოველივეს არსი ცნობიერებაა, იგი არსია ცნობიერებისა, რომელიც შეიცავს თავში სამყაროს. და ამიტომ სამყარო არა განფენილობა რაღაც სივრცობრივი, არამედ იგი წარმოდგენაა ღვთის მიერ წარმოდგენით. ნეტარია ის, ვინც იდგება დასაწყისში, რამე თუ ამით იგი შეიცნობს ბოლოს და აღარ იგემებს სიკვდილს. რა არის ყოველი ადამიანის დასაწყისი? მისი საკუთარი თავი, მისი მე, არა როგორც სხეულისგან ჩამოყალიბებული პიროვნება, ასე რომ სამყაროს მიმართებაში ადამიანის დასაწყისი, ანუ მისი თვითარსობა არის სამყაროს დასაწყისის და ბოლოც. ეს ერთი მთლიანი საფუძველი კი არის ღმერთი, დაუწყებლობა და დაუმთავრებლობა. იგი არის ყოფნა. მე ვარ, რომელიც ვარ. ეხიეხ აშერ ეხიეხ და სახელი არის იახვე. რუსულ სინოდალურ თარგმანში წერია ეს. გამოსვთა წიგნში მე-15 თავის მე-3 მუხლში. ოფიციალური სახელი არის. ეს არის სახელი პიროვნების არსებობის ყოფნის, როგორც ერთადერთი სინამდვილის აღნიშვნის. ადამიანს მეს ყოფიერების არსის აღმოჩენის ადგილი, სადაც ერთიანდებიან დასაწყისი და დასასრული, არის გული, სადაც მყოფობს ღმერთი. მოკლედ, თუ გაუგებარი იყო ეს, მე შემიძლია მოკლედ აგიხსნათ, რაზე აქვს საუბარი.
ცოტა რთულია ინთ არის განმარტება დაწერილი, მაგრამ ამის გაგებაც შეიძლება. როგორი იქნება ჩვენი დასასრული? მოციქულებს არ აინტერესებთ როგორი იქნება ჩვენი სიკვდილი, ანუ როგორი სიკვდილით მოკვდებით, იმიტომ რომ ადამიანები ყველანი გარდავიცვლებით, ასე მოკვდებით და როგორც დავითი ამბობს, არ არსებობს ადამიანი, რომელიც არ იხილავს საფლავს და არ ჩავა მისი ძვლები საფლავში. ვორ ებრაულად საფლავი არის და მისი სული არ იხილავს ჯოჯოხეთსო. როგორ განვასრულებთ ჩვენ დღეებს? აქ არ ინტერესდებიან მოციქულები, როგორი სიკვდილით მოკვდებიან, ან რა იქნება მათი აღსასრული, ანუ არ არიან ცნობის მოყარეები. არამედ აქ არის საუბარი მათ მდგომარეობაზე, რომ ისინი ელიან, როგორი იქნება მათი მდგომარეობა სიკვდილის პირას, ანუ რა მოხდება მომავალში. ისინი ფიქრობენ მომავალში და არა იმაში, რა მიეცათ ახლა მათ იესო ქრისტეს მეშვეობით. რას დაპირდა იესო და რა მისცა მათ. ამიტომ იესო ქრისტე მისცა მათ სასუფევად, ხო, როგორც ამბობს, რომ ვინსაც რჩების წამს, ის უკვე გადასულია სიკვდილიდან სიცოცხლეში. იესო არ ამბობდა მომავალში, ან არ ეუბნებოდა წარსულში მე თქვენ გითხარით, ან მომავალში მე თქვენ ამას გპირდებით. არა, ის ამბობს, რომ მე თქვენ უკვე მოგეცით ის, რაც ადამიანს არ უნახავს თვალი და ყურს არ სმენია. ანუ ეს უკვე თქვენში არის, თქვენში უნდა განიცადოთ ეს სასუფეველის მდგომარეობა, ანუ ღმერთთან ერთობის მდგომარეობა. ქრისტემ თავისი სიტყვის მეშვეობით მამის სუფევა იქადაგა და ის დათესა ჩვენს გულებში. ხოლო გაღვივება უკვე ჩვენ უნდა შევძლოთ, ხო? მაგრამ არ უნდა ვიფიქროთ აქ მომავალში რა დამსახურება გვექნება, რა მოხდება, არამედ ჩვენ ეს უკვე აქ გვაქვს მიღებული და მომავალს აღარ ველით. მომავალში ჯილდოებს აღარ ველით, იმიტომ რომ ჩვენ უკვე მივიღეთ ის სულწმის ნიჭი და ძალაუფლებები, ანუ სულწმის ნათლობასაც ვუძახით, რომ ჩვენი გულები შეერთებული არის მაცხოვრის სიყვარულთან ერთად. რის გულიზეც ის მოვიდა ჩვენთან, რომ სინდისის სრულყოფა მოეტანა და მოეხდინა ჩვენში მკვდარი საქმეებისგან განშორება, ის რაც ჩვენ სინდის ახშოვდა. ასე რომ მომავალზე არ უნდა იფიქრათ მოციქულებს, არამედ უნდა იფიქრათ ახლანდელ დროზე, თუ მათ რა გააჩნიათ ამ წუთას. აღმოაჩინეთ, ამიტომ ეუბნება მაცხოვარი, აღმოაჩინეთ თქვენ კი დასაწყისი, რომ ეძებთ დასასრულს. ანუ თუ არ არის მიზეზი ჩვენი არსებობის საკუთარ თავში აღმოჩენილი, თუ საიდან ვარ და როგორც წინა ლაივში თქვი, შენი წყარო ჩემში ამბობს დავით, თუ არ არის ჩვენში ის ღმერთთან ურთიერთობის თავარი ფუნდამენტი, რის საფუძველზე ჩვენ ვამყარებთ ჩვენ წმენას, რომ ის არის რეალობა და ჩვენში მოდის ნუგეში მამისა ამ სახით, მაშინ არც არის საჭირო მომავალზე ფიქრი. ამიტომ როგორ უნდა ვეძებოთ დასასრული, როდესაც ჯერ არ ვიცით დასაწყისი. ყველაფრის არსებობა, რაც არის ჩვენი ცხოვრების მიზეზი, თუ ამ ჰარმონია და სიმშვიდე ჩვენს თავში ვერ ვიპოვით, მაშინ რატო ვეძებთ დასასრულში იმას, რაც უკვე ჩვენ ეხლა უნდა გქონდეს, ამჟამად ჩვენს თავში მიღებული სიმშვიდე. როგორც დავითი ამბობს, ხო, დავითმა ქრისტეს ცხოვრება ისე აღწერა, თითქოს წარსულში ლაპარაკობდეს, ასევე ესაიმაც ქრისტეს ტანჯვა და წამებით სიკვდილი ისე აღწერა, თითქოს წარსულში ენახოს ეს და სამომავლოდ მოყვაო. ასე რომ წინასამეტყველება ეს არ არის ადრინდელი და აი ლევან დღეს 21 საუკუნეა და დღეს სხვა წესები არა. ქრისტე გუშინ დღეს და ხვალ თავად იგივე არის უკუნისამდე, როგორც ამბობს პავლე მოციქული. არ არსებობს დრო, სივრცე და გარემო, რომელებიც წაშლის მის სიტყვებს. და არ არსებობს გარემოება და ისტორია, რომელიც იესო ქრისტეს მდგომარეობას და იესო ქრისტეს ნამცნებს გადავა. იესო ქრისტეს სიტყვები, როგორი სახითაც გვაქვს ჩვენ მოცემული სახარებაში იქნება ეს თუ ძველახმაში გაცხადებული საუკუნოა, ანუ ის არ არის დაქვემდებარებული ადამიანების გადათქმა გადმოთქმაზე, ადამიანების მდგომარეობაზე, ადამიანების არჩევანზე. არამედ ის არის დამყარებული წყიცა საძირკველზე, რომელიც ვერ გადავა, არასოდეს არ გადავა, როგორც პეტრი ამბობს, ხო? უფლის სიტყვებიო, ცანი და დედამიწა გადავლენ, ხოლო უფლის სიტყვები კი სამართლისოდ დარჩებაო. ასე რომ ის მოქმედი არის, ვისთვის როგორ არის ეს მეორე საკითხავია, ვის რაც ამს ეგეც მეორე საკითხავია, თავარი არის ქრისტეს ნათქვამი რამდენად რეალურია და რამდენად ხდება ეს ჩვენ ცხოვრებაში, ჩვენ ეს დავინახოთ და არ ვეძებოთ მომავალში რაღაცა ჯილდოების სახით. გავაგრძელოთ მე-20 მოხრი. იესომ თქვა, ნეტარია ის, ვინც მანამ მოვიდა სიცოცხლეში, ვიდრე მოვიდოდა სიცოცხლეში. ანუ იესომ თქვა, ნეტარია ის, ვინც იყო მანამდე, სანამ წარმოიქმნა და დაიწყო არსებობა.
საინტერესოა ხო როგორ ვიყავი მანამდე და რატო არ მახსოვს ვინ ვიყავი მანამდე სანამ დავიწყებდი ფიზიკურ სხეულში არსებობას. ეს მუხლი ნათლად განგვიმარტავს წინა მუხლის აზრს, მოწაფეების შეკითხვა დაახლოებით გულისხმობს აი ამას. ჩვენ ვიცით, რომ იყო დასაწყისი, მერე წარმოიშვა აზრი. გონება კი გაქრა აზრში. აზრის დამთავრების შემდეგ როგორი იქნება გონის ბოლო მდგომარეობაო? მაცხვარი კი უხსნის, გონს არ აქვს არ დასაწყისი და არ დასასრული. სადაც იწყება აზრი, იქვე მთავრდება ისო. გონება კი ყოველთვის ერთი და იგივეა თავისი ბუნებითო. ნეტარია ის, ვინც დგას ყურადღებით იქ, სადაც იშვება აზრი. იმიტომ რომ იქვე დაინახავს, რომ აზრის დამთავრებაც იქ არისო. და ნეტარია ის, ვინც აზრის წარმოშობის უკან ყოფ გონის რეალობაში იყო, მანამ სანამ აზრი წარმოიშვებოდაო. ესე იგი აზრი რო წარმოიშვას, უნდა გქონდეს გონი. და გონს არ დასაწყისი აქვს, არ დასასრული აქვს და აზრის უკან დგას, სანამ მოვა აზრი, იქამდე არსებობს გონი. ანუ სანამ ვიტყვი რომ მე ვარ, იქამდე ვარსებობ, ანუ როგორც გონი უკვე ვარ. მაგრამ ვინ ვარ ამას ვერ ახსნი, იმიტომ რომ არის დასაწყისი, მაგრამ დასასრული არ მაქვს. და ამით ჩვენ მსგავსებაში შევდივართ ღმერთის, იმიტომ რომ ღმერთიც არის უმაღლესი გონი და ბადებს მოაზროვნე გონიერებას, გონიერ არსებებს და ბაასობს მასთან. 21 მუხლი წავიკითხოთ თომას სახარების. თუ თქვენ ჩემი მოწაფეები ხარ და ისმენთ ჩემს სიტყვებს, ეს ქვები მოგემსახურებიან თქვენ. ესე იგი, თუ კი თქვენ ჩემი ხართ მოწაფენი და თუ კი ისმენთ ჩემს სიტყვებს, მაშინ ეს ქვებიც გემსახურებიან თქვენ. თუ ჩემი მოწაფეები ხარ, თუ ეს ნიშნავს თეორიულ მხარეს, მოწაფე ხომ შეისწავლის იმას, რასაც მასწავლებელი ეუბნება. თუ კი გესმით ჩემი სიტყვებიო, ანუ აქ კი მაცხვარი ღვთაებრივ ბუნებასთან მიახლებას გულისხმობს. მარტო სიტყვების რახარუხი არ არის, ანამედ უნდა წოდებოდეთ მისი სიტყვების აზრს, უნდა გათავისებული კონდეს და სიღრმისეულად უნდა შესისხორცებული და გაგებული უნდა კონდეს, თუ ის რას გულისხმობს ამ ყველაფერს ნათქვამში. მაცხვარი არის სიტყვა. ამ სიტყვის მოსმენა ნიშნავს მასთან, მის ნათელთან მიახლებას და აი სწორედ ამის შემდგომ ასეთი სულისათვის მსახურებას ქვებიც კი დაიწყებენ. ქვის სიმბოლო გამოიყენებოდა იმის საშუალებად, რომ სამყაროს ყველაზე უკიდურესი მდგომარეობაც კი მოცულია ცნობიერების მიერ. გავაგრძელოთ 22 მუხლი. რამე თუ თქვენ 5 ხე გაქვთ 64-ში, რომლებიც არ იძვრიან არ ზაფხულში, არ ზამთარში და მათ არც ცუდა ფოთლები. ის ვინც შეიცნობს მათ, ვერ შეიგრძნობს სიკვდილს. ცოტა რთული მუხლი არის, ცოტა ვრცელი არის და მოდი ამას მოკლედ აჩერება მოკლედ გადმოვცემ. 60 და ჯოჯოხეთის არსებობის შესახებ არის და ასევე ის 5 ხე რა ხაყანი არის რა. 5 ხე ესენია მზერას, მენა, შეხება, ყნოსვა და გემო. 60 კი ის მდგომარეობა ადამიანის გონების, სადაც და როგორადაც იგი შექმნა ღმერთმა. ამას მოწმობს ის, რომ ეს 5 ხე არ ჭკნება, ან ის, რომ არსებობენ უკვე ამ ჩამოყალიბებულად, იმას ნიშნავს, რომ ცნობიერების ის პირველ სახე არ წაშლია, არ დაზიანებული, რაც ადამ და ევა 60-ში ჰქონდათ. მას რატომ არ თქვა 60-ო და არა სასუფეველიო? იმიტომ რომ 60 ცნობიერება, რომლის 5 ხეც, ანუ გრძნობა არ საჭიროებენ სხეულის ორგანოებს, იმისათვის რომ არსებობდნენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ისინი სულისკვეთებებია, რომლის მიმართაც დაკვირვების წარმართვა თავისთავად ნიშნავს ღმერთის აღმოჩენას და დაკვირვებას განცდაში უკვდავების. ანუ ის 5 გრძნობა, რაც 60-ში ჰქონდათ ადამს და ევას, მზერას, მენა, შეხება, ყნოსვა და გემო, რომელსაც არ ჭირდება სხეული და სხეულის გარეშე ისედაც არსებობენ. საინტერესოა, ხო? ხა თვალის გარეშე როგორ უნდა იყოს მზერა, მაგრამ როგორც ხედავთ, სული იმზირება. და სულს აქვს მზერა, ჩვენ რო გადავართ სხეულიდან სულიერ არსებებად, ვიქცევი და წავალთ ზეცაში, იქ არის უკვე სულიერ მზერაცა გვაქვს, სმენაცა გვაქვს, შეხებაცა გვაქვს, ყნოცვაცა გვაქვს და გემოცა გვაქვს. ანუ ეს ყველაფერი რჩება. მოვიყვან აი ლაზარის დიდარი და ლაზარის იგავი რო არის. ჩვეულებრივ თვალები აახილაო ჯოჯოხეთშიო და დაინახაო ლაზარეო. აბრაამის წიაღშიო და სთხოვა, ხო, დააწვეთეო ერთი წვეთიო და ენაზე წყალიო და ენაზე გამიგრილეო, ხო? ანუ გემო, ყნოსვა, წყურვილი, შეხება ეს ყველაფერი აქვთ. სულიერ არსებობს სულს, ხო, როცა გადადის სხეული. ანუ ამ ყველაფერს არ ჭირდება სხეული. ეს თავისთავად არსებობდა 60-ში და 60-დან უკვე გამოდევნის შემდეგ ესენი უცვლელად დარჩა. ასე რომ ის 5 ხე, რომელსაც მაცხვარი ამბობს და რომელიც ზამთარ და ზაფხულ ფოთლები არცვივა, ესენი არის ის 5 გრძნობა, რომელსაც არცვივად ფოთლებში იგულისხმებიან მარხვა, მღვიძარება და ასე შემდეგ, რომელსაც არცვივა, მუდმივად განიცდის არსებობს სულის მარხვაც. მოკლედ მარტივი ხედვით არის ჯოჯოხეთი და არის 60, მათ შორის არის ზღვარი. შუალედი კი არ არსებობს, არის ტანჯვა და არის ნეტარება. რომის ეკლესია შემოაქვს რაღაც მესამე განსაწმენდელი.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ ადამიანი აქ განიწმინდება ტანჯვით, ანუ მოკლევადიანი ჯოჯოხეთი და შემდეგ გადადის სამოთხეში. ორთოდოქსია ან მართლმადიდებლობა კი ასწავლის ან ჯოჯოხეთის ან კი სამოთხე არ არსებობს შუალეთი. ასეთი კითხვა ჩდება ეხლა, მაგალითად ზოგი ყიდის მამონს და ურიგებს უპოვართ. ზოგი ათავისუფლებს მონებს, ახასრულებენ ცნებებს, მაგრამ არ ცდილობენ მიიღონ სული წუთისოფელში. მას ნუ თუ ასე მცხოვრებნი არ შევლენ ცათასასופველში? ანუ კეთილ საქმეებს აკეთებენ, არ ღებულობენ მაცხოვრის სულს, წმინდა სულს და ესეთები შევლენ თუ არა სასופველში, ასეთი კითხვა. პასუხი. ეს საგანი ძალზე ფაქიზია განჯისათვის, რადგან ზოგნი ამტკიცებენ, რომ სასופველი ერთია და გენაც ერთიაო. ჩვენ კი ვამბობთ, რომ მრავალი ხარისხები და მრავალი განსხვავებები ერთი და იმავე სასופველში და ერთი და იმავე გენიაში. ისევე როგორც სხვადასხვა ასოებში ერთი სულია და ზევით კი იგი მოქმედებს ტვინში, როგორც დაბლა იგივე სული ამოქმედებს ფეხებს. ასევე ღვთაება მოიცავს ყველა ქმნილებას, ზეციურთას და იმათაც, რომელიც უძირო უბსკულის კიდევ უფრო ქვევით არიან და ყველგან მთლიანად ყოფობს ქმნილებებში. თუმცა კი თავისი განუზომნობით და გარეშემოუწერლობით იგი მიღმაა ყველა ქმნილების, ამიტომ თვით ღვთაება გულისხმობს ადამიანებისა და ყველაფერში აღშენებლობის სიბრძნით. და რადგან ზოგნი ლოცულობენ და არიციან თურისთვის ლოცულობენ, სხვანი კი მარხულობენ, სხვები კი მსახურებასაში არიან. ღმერთი, რომელიც არის მართალი მსაჯული, ყოველს აჯილდოებს წმენეს და მიხედვით, რადგან რასაც აკეთებენ ისინი აკეთებენ ღვთის შიშით, მაგრამ ყველა ისინი არ არიან ძენი, მეფენი და მემკვიდრენი. ერთი წუთისოფელში მკვლელი არიან, მეორენი მრუშნი, სხვანი მტაცებელნი, მაგრამ ზოგიერთები მამულს ყიდიან და დაურიგებენ უპოვართ. ღმერთი უყურებს ამათაც და იმათაც და სიკეთილკეთებლებს ანიჭებს განსვენებას და ჯილდოს. არიან საზომნი, გადაჭარბებულნი და არიან საზომნი მცირენი. თავად ნათელში და თავად დებაში არის განსხვავება. ასევე თავად გენიაში და დასჯაში. არიან მომწამლელები, ყაჩაღები და სხვები, ცოდავნი მცირედით, ხოლო რომლებიც ამტკიცებენ, რომ ერთიაო სასופველი და ერთიაო გენა და ხარისხები არ არისო, ამბობენ ცუდად, რამდენია დღეს ადამიანები, რომლებიც ერთგულნი არიან სანახაობების და სხვა უკითხურების და რამდენია კიდევ ისეთი, რომლებიც ლოცულობენ და აქვს შიში ღვთისა, ანუ განსხვავებები ხო არის? აი მაგალითად არენაზე რო გაყავდათ ადამიანები, ქრისტიანები და ლომებს აგლეჯინებდნენ, ხალხი ამაზე სანახაობაზე ხარობდა და დიდი გულშემატკივრობით უყურებდა. ადამიანების ლომები ადამიანებს როგორ გლეჯავდნენ, ეს უხაროდათ ხალხს. იყო ეს პერიოდიც რომის კოლოზიუმი რო იყო. და არიან ადამიანები, რომლებიც ლოცულობენ და აქვთ ღვთის შიში, ამათ ჩოყო განსხვავება და როგორ შეიძლება ორივესთვის ერთი იყოს ჯოჯოხეთი. ღმერთი უყურებს როგორც ერთს, ისევე მეორესაც და ვითარცა მართალი მსაჯული განუმზადებს ერთს განსვენებას, მეორეს კი დასჯას. ეს არის მაკარი ეგვიპტელის სულიერი საუბრები ნომერი 40. ასე რომ ღმერთი სამართლიანია და ის არ შეიძლება იყოს ადგილი, სადაც ის არ არის. ჯოჯოხეთშიც კი არის. ათუხდე ცად შენ მუხარ, თათუხდე ჯოჯოხეთად ახლოს ხარ. მუნცა ხელი შენი მიწოდეს მე და სულმა შენ მან წარმართოს მე როგორც არის სამუნებში ხო? ისევე როგორც ზღვის ნაპირზე მდგომი სანამ ნაპირზეა და არა შესული ზღვის წყალში, ხედავს ირგვლივ ყველაფერს და ასევე ზღვასაც, მაგრამ როგორც კი იწყებს ზღვაში შესვლას და იფლობა წყალში, რაც უფრო ღრმად შედის წყალში, ანუ ზღვაში მით უფრო ვეღარ ხედავს ვერაფერს. ასევე არიან ისინიც, რომლებიც გახდნენ თანაზიანი ღვთაებრივი სინათლის. რაც უფრო წარემატებიან ღვთის შეცნობაში, მით უფრო მთლიან გარეშესადმი უცოდინრობაში ვარდებიან. ანუ მოწყობილნი არიან ამაური, არაფერი აღარ აინტერესებთ რა. რაც უფრო მეტად შეჯიხარ ღვთიურ ნათელში, შენთვის წუთისოფლისთვის ყდომა ხდება. ანუ წუთისოფელი გძულობს იმის გამო, რომ ისიანი აღარ ახარ. თუ ღმერთი ყველგანაა, არის კი ისეთი ადგილი, სადაც შეიძლება რომ არ იყოს ღმერთი, ასეთ კითხვა დაგვისვეს. ანუ არის რეალური ადგილი, რასაც ჯოჯოხეთი ქვია. რა თქმა უნდა, მეგობრებო, არის რეალური ადგილი, რომელსაც ჯოჯოხეთი ქვია და ეს არ არის ადგილი, სადაც ღმერთი არ არის, რადგან ღმერთი იქაც არის, რადგან ყოველივეში არის ღმერთი, არ არსებობს ადგილი, სადაც ღმერთი არ არის. აბა რა არის მას ჯოჯოხეთი? რა არის ეს ადგილი, სადაც რეალურად ადამიანები არიღებენ ღმერთს? ეს ღმერთის არ მიღება არ ნიშნავს იმას, რომ ღმერთი იქ არ ყოფობს. ეს არის ისეთი მდგომარეობა, ანუ ჯოჯოხეთი, როდესაც გონებაში არ აღიქმება ღვთაებრივი ნათელი. განა ის რომ ღვთაებრივი ნათლით არ არის მოცული ყოველივე. არამედ არ აღიქმება, ანუ უარს ამბობს მის მიღებაზე. თუმცა ის ფრიანად არის მოცული, იმიტომ რომ სიბნელეთ და სინათლეც შენ დაბადეო რა, სიბნელე და რა სინათლე უზამრებს ყავს დავით. მას შეტყვის ვინმე დედამიწაზე ადამიანები, რომლებიც ვერ აღიქვამენ ღვთაებრივ ნათელს, ჯოჯოხეთში არიანო? ფაქტიურად ეს მდგომარეობა, ახლა ამ მდგომარეობაში ეს ქვეყნიური ცხოვრება ჯოჯოხეთად არ აღიქმება, რადგან აქ არის გადარჩენის ჩასი, ასე რომ აქ სანამ დრო არის მოუხმო ფასურ გადარჩე, ხოლო ჯოჯოხეთში კუდრებისგან ვეღარავინ ვეღარ შეგაქებდა და პატიებას ვეღარ ეთხოვ. თუ ეს იქნებოდა შესაძლებელი, მაშინ ლაზარეს დაეხმარებოდა ლაზარე, ხო, იმ დიდარს და გადავიდოდა, მაგრამ დანახეთ კი დიდი არ არსებობს შუალედი. ასე რომ ჩვენ სანამ ცოცხლები ვართ, ჩვენ სულზე პასუხისმგებლები ვართ,
თორე იქ რო გადავალთ, იქიდან ვეღარავინ უღარ შეათხავს ხოტბას და იქიდან აღარ არსებობს არანაირი გადარჩენის იმედი. ასე რომ ამ ქვეყნიურ ცხოვრება არ არის ჯოჯოხეთი ჯერ კიდევ. თუმცა მდგომარეობა რახან არ ეძიერები ღვთაებებს სინათლეს, ნიშნავს იმას, რომ შენ უკვე ჯოჯოხეთის კერძი ხარ, ანუ ისევე როგორც მოციქულები იყვნენ ზეცივის მოქალაქეები, ასევე იმ შემცოდველები, რომლებიც არ იღებენ სინათლეს, ისინი უკვე პოტენციური ჯოჯოხეთის ბინადრები არიან ამ ქვეყანაზე. ოღონდ ჯერ კიდევ აქვთ მათ გამოსვლების შანსი. ეგ არ იმას ანიშნავს, რომ ჯოჯოხეთი დედამიწაზეა. წმინდა წერილი გვეუბნება, რომ წუთის სოფელში ყოფნა ნათლიდან, ანუ 60-დან გაძევების მდგომარეობა არის. მაგრამ ეს არ არის ის, რასაც ჩვენ ჯოჯოხეთს უწოდებთ. იმიტომ რომ სხეულში არსებობის მდგომარეობა ეს არის ცვალებადობის შესაძლებლობის მდგომარეობა. ადამიანს სხეულში ყოფნის ჟამს აქვს შესაძლებლობა მიიღოს ნათელი ღვთისა, ან კი მისი მიმართულებით იყოს გონებით მიმართული. რაც საწინდარია იმის, რომ სხეულის დატოვების შემდგომ იგი მიიღებს სინათლეში დარჩენის შესაძლებლობას, ანუ მთლად იმედი აღარ არის გადაწყვეტილი. და ასევე სხეულში მყოფობის ჟამს გონება თავისივე არჩევანით ზურგს აქცევს ღვთაებრივ ნათელს და მიმართული თავისი სხეულებრივი მოთხოვნილების აღსრულებისკენ. კიდევ უფრო ზღუდავს და შემოსაზღვრავს თავის თვითშემეცნებას და ეს შემოსაზღვრულობა სხეულიდან გასვლის შემდგომ ამკვიდრებს მას გარკვეულ თავისივე თავში სამყაროზე ჩამოყალიბებული შეხედულებების შესატყვის გარემოში. აი აქ იწყება ჯოჯოხეთი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს გონებები მოკლებულნი არიან ღვთაებრივ ნათელს. როცა გონება მოქმედებს სხეულში, მას თავის ენერგიის მიმართვა შეუძლია გარეთ უსხეულოდ დარჩენილი გონება საკუთარივე ნებას ატრიალებს თავის თავში და ვერ თავისუფლდება მისგან. აი ეს არის ტანჯვის საბაბი, ვნება სურვილი. თუ გონებას გააჩნდა მტკიცენების ყოფა და გარემოსთან მორგების ნიჭი, უსხეულობაში ერგება გარემოებას და ასეთი სული იქცევა დემონად. თუ კი სული რაიმე გარემოს ან ადგილს იყო მიჩვეული, ასეთი გონი იქცევა მოჩვენებად. ანუ მიჯაჭვულობა არ უნდა გქონდეს ამ ყველაფერს. 60 და ჯოჯოხეთი არიან ცნობიერების მდგომარეობები. ყველაზე შვებითი მდგომარეობა არის სამ განზომილებიან სივრცეში შერჩენა. მაგრამ შეიძლება მოხდეს ისე, რომ სივრცე დაიკარგოს, ანუ უკიდეგან უკუნეთში მხოლოდ გამოუვალი მარტოობის თვითშეგრძნება იყოს. აქედან იწყება უკუნეთი. ხეს სიმბოლოა რელიგიური ცნობიერების, ჩამოყალიბებისა და აღმოცენების. მისი ფოთლები კი მრავალი ღვაწლია, რომელიც ამშვენებენ მას. მაგალითად, მარხვა მღვიძარება და ასე შემდეგ. მოკლედ, მეგობრებო, დავასრულებ ეს განმარტება, მეტი განმარტება აღარ მაქვს თომას ახალების, ეს იყო ბოლო ლაივი ამ თემასთან დაკავშირებით. და თუ მოგეწონათ, გამოიწერეთ არხი, დალაიქეთ და დამიწერეთ კომენტარები. დაგემშვიდობებით, ნახვამდის.